გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებათ ჯეოპაპა და მე მაქვს თქვენთვის სიახლე. მინდა გითხრათ, რომ ახალი ანიმეს გახმოვანება დავიწყე ჩემი სუპერჰირო აკადემიით. ჩემი რატო თქვი, ჩემი სუპერგმირული აკადემია და ხო, თუ გსურთ უფრო მეტი ანიმეები ნახოთ და უფრო მეტი გახმოვანებები, ძალიან გთხოვთ დალაიქეთ, გამოიწერეთ და დაწერეთ კომენტარები, იმიტომ რომ ჩემ YouTube არხზე ახლა უმეტესი ხალხი როგორც ვიცი უმეტეს ხალხს როგორც ვიცი არა აქვს გამოწერილი ჩემი YouTube-ი და არც ალაიქებენ და არ ტოვებენ კომენტარს და ამის გამო მე ცოტა მიჭირს რომ გავარკვიო ახლა ხალხს მოსწონს ეგ არ მოსწონს გამოუშვა ზოგი ანიმეს მეორე ნაწილი იმიტომ რომ მაგ გონი 3 ანიმე მაქვს რომელიც ნაწილები კიდე არ გამომიშვია იმიტომ რომ წესით ახლა მე რაც შევატყე მუშუკუ ტენსეი როგორც ასწორად, короче, შეასწორეთ კომენტარებში. მუშუკუ ტენსეის ანიმე ძალიან ბევრს მოეწონა, ძალიან ბევრს დაევასა ეგ გახმოვანება. ბევრმა მომწერა კომენტარებში გამოუშვა გაგრძელება, TikTok-ზეც, YouTube-ზეც და ამის მიხედვით მე კიდე ერთი სერია უნდა გამოუშვა მაგაზე, უეჭველი, ეგ თქვენთვის სიახლე არის, ხო? კიდე ბევრი ანიმე არის, რომელსაც აქვს კარგი ნახვები, მაგრამ მოწონება აქვს ნაკლები. ამის გამოთაც მე ვერ ხვდები ახლა ღირს მაგ ანიმეს გახმოვანება და გამოუშვება მეორე ნაწილის თუ არა, იმიტომაც სხვა პროექტს და სხვა ანიმეებს ვადგები. სხვათა შორის თქვენ გააქვთ შესაძლებლობა ახლა ამ ვიდეოს ვინებიც უყურებთ და იმედია ბოლომდე უყურებთ, იმიტომ რომ კიდევ ბევრი ინფორმაციას გაიგებთ ჩემ გახმოვანების შესახებ. შეგიძლია დაწეროთ კომენტარებში, ახლა ამ ვიდეოში კომენტარებში დამიწეროთ რა ანიმე გსურთ, რო გავახმოვანო, ან რა ანიმაცია სიტყვაზე, ხო, რავი, ან რაიმე სხვა კიდე, თუ არის ისეთი შესაძლებლობა რომ გავახმოვანებ, თუ მომეწონა. დაწეროთ კომენტარებში რა ანიმე გავახმოვანო, მან ნახავ რომელ ანიმეს უფრო მეტი ლაიქი აქვს მოწონება, სიტყვაზე ვინ უფრო ერთი და იგივეს მეტს აწერს, ხო? და იქიდან მე უკვე ამოვარჩევ 3 ანიმეს ამოვარჩევ. რომელსაც ვიდეოს გამოუშვებ და გეტყვით რომელი პირველი გსურთ რომ ნახოთ რა, რომელი პირველის გახმოვანება დავიწყო. ხო, და კიდევ ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ და ლაიქეთ, დაწერეთ კომენტარები, თქვენ მეგობრებს გაუზიარეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უყურებთ ჩემ ვიდეოებს, რომლებიც არ იწერთ, არა ლაიქებთ, არა კომენტარებთ. ამის გამო ჩემი ვიდეოებიც არ შედის ტრენდში, არც მაქვს მე ხალისი რომ ახალი რაღაც ვიდეო გავახმოვანო და ვაფშე ისიც არ ამყავს რა ქვია. მალე რა ქვია მაგას. პროდიუსერი. 2 hours later. ბიჭო. ხო, სპონსორი. ხო, სპონსორიც რო არ ამყავს, იმიტომ მიჭირს გახმოვანებების გამოშვება, რომ იმიტომ ცალკე დროს უთმობ ჩემ თავს სამსახურის სწავლება და კიდე როგორღაც ვცდილობთ რომ გამონახო რომ თქვენთვის გამოუშვა რაღაც საინტერესო და პოზიტიური გახმოვანება და ვიდეოები, ხო? სხვათა შორის ძალიან კარგი იქნება თუ გამოჩნდება სპონსორი და დამეხმარება ჩემი იდეების რეალიზაციაში უფრო მალე, რომ შემდგომ მომავალში მე შევძლო უფრო მეტი დრო დავუთმო YouTube-ს, TikTok-ს და Instagram-ს. ხო, სხვათა შორის Instagram-ი არ მithქვია, გამომიჩნდა ახალი Instagram გვერდი მე, რომელიც აი TikTok-ზე მაქვს მითითებული, შეგიძლია შეხვიდეთ, იქ გამოიწეროთ, იმიტომ იქ კაც თუ ავა ნორმალური გამომწერები თუ მე ყოლა ნორმალური იქ ცალკე სხვა ვიდეოების გამოშვებას ვაპირებ და ალბათ ცალკე იქ უკვე ვეცდები მეტი ინფორმაცია გამოუშვა ჩემს შესახებ რა საქმიანობ, რას ვაკეთებ და როდის გამოვა შემდეგი გახმოვანება. ვაფშე მოდი ეგრე ვქნათ. თუ გსურთ რაიმე რაღაც ანიმეები და რამე მე შემდეგში აი ამ ყველაფერს ანიმეებს რო ამოვრჩევ 3 ანიმეს ჩემ Instagram-ზე
დავდებ და იქ შეძლებთ ხმის მიცება იმ სამი ანიმესი, რომელიც პირველი გსურთ რომ ნახოთ. ხო, და ასე რომ აუცილებლად გადადით და გამოიწერეთ Instagram გვერდი, ჩემი Instagram გვერდი, რომ Instagram-ზე გავაკეთებ ამ ყველაფერს, სადაც თქვენ შეძლებთ თქვენი ხმის მიცემა, რომელი ანიმე იყოს შემდეგი. და ცალკე არა მარტო ამ ვიდეოზე, არამედ როგორც გითხარით, მომავალში კიდე ბევრ ანიმეებს და ბევრ რაღაცეების გახმოვანებაზე ან ვიდეოების და უფრო მეტი კონტენტის შემოტანაზე მე თქვენი დახმარება დამჭირდება, იმიტომ თქვენი აზრიც მაინტერესებს, თავისთავად ჩემი აუდიტორიის აზრი ჩემთვის უფრო პირველ ადგილას არის. ხო, და კიდე რა მინდა გითხრათ ახლა, შემდეგი ნაწილები თუ გსურთ სხვა ანიმეების რომ გამოვიდეს, ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ, დაალაიქეთ, ნუ უყურებთ ისე უბრალოდ მოიწონეთ, იმიტომ ამაში მე ჩემ დროსაც ავდებ, ჩემ ნერვებსაც და ვცდილობ რომ ყველაფერი კარგად გავაკეთო და მინდა რომ ეს ყველაფერი შემდეგ დააფასოთ თქვენც, იმიტომ რომ ამას არა მარტო ჩემთვის ვაკეთებ, არამედ იმისთვის ვაკეთებ, რომ ძალიან მინდა რაღაც პოზიტიური და რაღაც კარგი მაინცა შემოვიტანო ამ YouTube-ზე და მაგ კიდე სამომავლოდ კიდე ბევრი გეგმები და პროექტები, რომელიც მოვიფიქრე, არა მარტო ცალკე გახმოვანებას არ მივადგები, კიდე სხვა გეგმები მაქვს, ცოტა YouTube-ი ავწიოთ და სხვა მხარეს წავიყვანოთ და იმედია ამის რეალიზაციაში დამეხმარებით და თუ დამეხმარებით დამიჯერეთ თქვენს უფრო მეტ და მაგარ კონტენტს იხილებთ ჩემ YouTube არხზე და შესაბამისად ახლა ბევრი კომენტარებშიც დაწერს რომ ქართულად ზოგჯერ რატო საუბრობ ესე და რატო მიჭირს ზოგჯერ ესე საუბარი, იმიტომ რომ მინდა გითხრათ რომ ფლობ 5 ენას ნორმალურად, ხო და ამის გამო ზოგჯერ მიჭირს რა საუბარი. მაგრამ ცოტა დაძაბული რო ვარ დაჟე კამერაზეც და ბევრ აუდიტორიაში წინ რო საუბრობ, ეგრე მემართება. რეალურ ცხოვრებაში კიდე ჩვეულებრივად საუბრობ, არანაირი პრობლემა არ მაქვს, არ მიჭირს არაფერში. ხო, იმედია ამაშიც გამიგებთ და ძალიან გთხოვთ ბოლოჯერ დალაიქეთ, გამოიწერეთ, გადააზიარეთ, ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურა, ძალიან მადლობელი ვარ ამისთვისაც. კარგით, აბა ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მოსმენისთვის და ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე და გაიგო და გამიგო ზოგადად, დიდი მადლობა, ნახვამდის.